იცი როგორ ვამზადებთ ემბრიონს საშუალო ნოსხურში გადასატანად? გამარჯობა, მე ვარ ანა, კლინიკა რეპროარტის ემბრიოლოგი და დღეს ჩვენს ლაბორატორიაში სწორედ ამ პროცესს გაჩვენებთ. პირველ რიგში ვაწყობ სპეციალურ კათეტერს და შპრიცს, რომელსაც მოგვიანებით გამოვიყენებთ ემბრიონის გადასატანად. ამის შემდეგ ინკუბატორიდან ძალიან ფრთხილად გამომაქვს ჭურჭელი, სადაც მოთავსებულია ბლასტოცისტი, ანუ მეხუთე დღის ემბრიონი და გადამაქვს ემბრიოლოგების სამუშაო მაგიდაზე. შემდეგ ეტაპზე შპრიცით ვიღებ საკულტივაციო ხსნარს, ვამაგრებ მას კათეტერზე და მიკროსკოპის დაკვირვების ქვეშ კათეტერითვე ვიღებ ემბრიონს. ემბრიონის გადატანის ოთახში პაციენტთან ერთად იმყოფება ჩვენი რეპროდუქტოლოგი და მელოდება თუ როდის გადავცემ მას კათეტერს, რომელშიც ემბრიონია მოთავსებული. ემბრიონის გადატანა ინვიტრო განაყოფიერების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ეტაპია. პროცედურა ხანმოკლეა, თუმცა მის შესრულებას ძალიან დიდი სიფრთხილე და სიზუსტე სჭირდება. ესეც ასე, ემბრიონი მზად არის გადატანისთვის და კათეტერს ამ პატარა ფანჯრიდან მივაწვდით ჩვენს ექიმს. ემბრიონის გადატანის შემდეგ ის მიბრუნებს კათეტერს. ამ ეტაპზე ჩემი ამოცანაა შევამოწმო და დაუდასტურო ექიმს, რომ კათეტერი თავისუფალია, ანუ მასში ემბრიონი არ არის დარჩენილი. პროცედურა წარმატებით დასრულდა. რეპროარტის მთელი გუნდი კი მოუთმენლად და დიდი იმედით ველოდებით ორსულობის დადასტურებას 12 დღეში.